მე არ მესმის ადამიანების, რომლებიც ერთდროულად გვერდზე ტვირთავენ ყველა ქრისტიანული დღესასწაულის ფოტოებს და თან სწამთ დარვინის თეორიის. ხალხო, ორ სკამზე ჯდომა ადამიანს არ შეუძლია. ბევრი ცდილობს, რომ ადამიანები მოატყუოს. თითქოს იესო ქრისტემ ჰომო საპიენსები, ნეანდერტალელები, დენისოველები, კრომაგონელები, ჰომო ერექტუსები, ჰომო ავსტრალიუსები, ჰომინი იქსები, გოსტ პოპულაციები შექმნა. არ შეუქმნია ეს ქრისტეს. იქიდან არ მომდივართ ჩვენ. ნუ ატყუებთ ხალხს უთხარით ძალიან მარტივად. შენ თუ გწამს დარვინის თეორიის, რომ ჰომო საპიენსიდან, ნეანდერტალელებიდან და ასე შემდეგ აქედან მოდის ადამიანი, აი ამ თეორიის თუ გწამს, შენ პარალელ რეჟიმში აღარ გწამს ქრისტეს. ამიტომ ადამიანმა თავად უნდა აირჩიოს, დარვინის სექტის წევრია თუ ქრისტიანია. მაგრამ თქვენ ნუ აპრიყვებთ ხალხს და ნუ ეუბნებით, რომ ქრისტიანებსაც წამს, რომ ჰომო საპიენს აბა რა, ნეანდერტალი. არ არის ეგ ქრისტიანობა, არა და საქართველოს, რომლის მოსახლეობა 85% ქრისტიანი მართლმადიდებელია და დანარჩენი სხვა კონფესიებიც საქართველოში არ აღიარებენ ამ ჰომო საპიენს. შეფარვით ტყუილებს ნუ ეუბნებით. არანაირი J2-ა არ არის ქართული. ხალხი ბრიყვი გონიათ? ხალხი გაუნათლებელი გონიათ? მე არ მგონია. თქვენ ამცირებთ ხალხს. არ დაუჯეროთ ამ სექტანტებს. დარვინის სექტა არის ტყუილზე დაფუძნებული. ვიღაცა გეტყვის, არქეოლოგიას არ უჯერებ? კი, უჯერებ არქეოლოგიას, მაგრამ ნახე, ძალიან მარტივია. თათარიღებაშია შეცდომა. ვერ ათარიღებენ, ვერა, C14 50,000 წლის იქით ვეღარ ათარიღებს. და ეს ხალხი გვეუბნება, რომ 4,8 მილიარდი წლისაა დედამიწა. C14 გვეუბნება, რომ 50,000 წლის წინ არ ვიცი რა ხდება. არსებობს ესეთი რამე, ეგრეთ წოდებული ლონდონის ჩაქუჩი იპოვეს 300 მილიონი წლის წინანდელ ქანებში. ჩაქუჩს რა უნდა და 300 მილიონი წლის წინანდელ ქანებში? ვერ ახსნით. გეოლოგებმა რომ დაადგინეს ეგვიპტის პირამიდები წარღვნა გამოვლილია. მე ხო არ მithქვამს ეგ, რობერტ შოხმა თქვა. ეგვიპტურ პირამიდებში არის წყლის დიდი მოვარდნის კვალი აღბეჭდილი. შიდა შრეებში რასაკვირველია. პირამიდა ბოლომდე ლამის არის დაფარული წყლით. 100 მეტრზე როდის ავიდა დედამიწაზე წყალი? როდის? ანუ წარღვნის კვალი რო არის პირამიდაში აღმოჩენილი, იმას არ აღიარებ? პირამიდა რამდენი წლისაა? აი ესაა საინტერესო. რამდენი წლისაა? 5,000 წლის? 7,000 წლის? საინტერესოა რა? 5,000 წლის წინ წარღვნა მოხდა, გეუბნებიან. შენ რას მეუბნები? არა, წარღვნა არ მომხდარა. და ბრჭყალებში, მხოლოდ ეგვიპტეში იყო 100 მეტრიანი ცუნამი. ხო აბსურდია. ატლანტის ოკეანეში პირამიდები აღმოაჩინეს ფსკერზე, რამდენიმე მეტრით მოშორებით, კუბიდან. ვინააგო ატლანტის ოკეანის სიღრმეში პირამიდა. ესე იგი მანამდე იქ ოკეანე არ იყო? იაპონიიდან რამდენიმე კილომეტრით მოშორებით, წყნარ ოკეანეში რომ პირამიდები აღმოჩენილი. ანუ წყნარ ოკეანეში პირამიდებს ვინ აგებს? ვერც ვერავინ. ესე იგი აქ ოკეანე არ იყო, ხომ? პირამიდების აგების დროს. ამაზე არა გაქვს პასუხი? ქამიტებში რომ ჰომინი იქსი აღმოჩენილი, რომელიც დედამიწის ზურგზე არსად არ გვხვდება. ადამიანის კონკრეტულ კატეგორიას ყავს წინაპარი მამა, რომელიც ჩონჩხი დედამიწაზე არ არის აღმოჩენილი. აბა მე რას გეუბნები, რომ ნეფილიმები არიან ქამიტები მეთქი ნაწილობრივ? არ მეთანხმები? თუ არ მეთანხმები, წადი და გამოიკვლიე ქამიტების გენეტიკა. გინდა სიცრუეში იცხოვრო და მე მეძახო, რომ ამან გენეტიკა არ იცის. გენეტიკა შენზე უკეთესად ვიცი. მე ერთ კვირაში ვისწავლე. რატომ ვისწავლე? იმიტომ რომ სამყარომ მომცა ამის შესწავლის უფლება. ადამიანზე მოქმედებს დრო, მაგრამ ადამიანი დროზე ვერ იმოქმედებს. სადაც არის სიმართლე და სიკეთე, იქ არის უფალი და სადაც არის უფალი, იქ არის გამარჯვება. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ, უფალმა კეთილგზაზე გატაროთ მუდამ.